თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ დღეს გააჟღერა ეგრეთ წოდებულმა განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება და მინდა მოგესმენინოთ მისი განცხადებიდან მოკლე ამონარიდი. მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. როგორც განცხადებაში მიუთითებს ეს ადამიანი, გაერთიანების მთავარი მიზეზი ყოფილა ინფრასტრუქტურული ანალიზი. შესაბამისად, აქ ნათელი ხდება ისიც თუ რატომ არის განათლების რეფორმის ეგრეთ წოდებულ კომისიაში ვინმე ფეხბურთელი კალაძე და რა დაინტერესება აქვს რეალურად ამ ჯგუფს განათლების სისტემისაგან და ეს არის უკვე შეიძლება ითქვათ ერთმნიშვნელოვნად ის მდიდარი ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს გააჩნია, ფაქტიურად განადგურდება და ამით იხეირებს კონკრეტული ინდივიდები, რომლებსაც განათლებასთან არასდროს არ ქონიათ რაიმე სახის შეხება. შესაბამისად, ვფიქრობ დროა, რომ ყველამ ამაზე სათანადო ხმა მოიღოს, რადგან რეალურად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლით გარანტირებული უმაღლესი დაწესებულებების ავტონომიურობის უფლება. გისურვებთ თავისუფალ, ღირსეულ განათლებულ სახელმწიფოს.